მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. ბოლო რამდენიმე ვიდეო მივუძღვენი მოდას და შოპინგს, ამიტომ გადავწყვეტე რომ დასთამემატებინე კიდევ ერთი ვიდეო ამ თემატიკით და მომეყოლა თქვენთვის სად შოპინგო. მაისში ვიმუშავებ უნივერსიტეტს, ამიტომ graduation-ისთვის, შემდეგ graduation-ის პარტისთვის და ასევე გაზაფხულის გავლასთვის მჭირდება 3 სხვადასხვა კაბის შეძენა და ამიტომ ძალიან დიდ დროს ვატარებ online shopping-ის საიტებზე, რომ შევარჩიო შესაბამისი კაბები. და დღეს გადავწყვეტე რომ გაგიზიაროთ 10 ჩემი საყვარელი ვებსაიტი online shopping-ისთვის. ვიცი რომ სიტყვა ბიუჯეტური ბევრისთვის სხვა რამეს ნიშნავს, თუმცა შევეცდები მაქსიმალურად რომ ყველანაირი ბიუჯეტის შესაბამისი საიტები გაგიზიაროთ და ვიწყებ ყველაზე ბიუჯეტურით და ნელ-ნელა გავზრდი ფასის დიაპაზონს. რაც ამერიკაში ჩამოვედი ის მაღაზიები, რომლებსაც თბილისში ძალიან ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე, სამწუხაროდ აქ ვერ აქვს სტუმრობ, მაგალითად Stradivarius, Bershka, Pulgari, საერთოდ არ არის ამერიკაში, არც ერთი ფიზიკური ლოკაცია არ აქვს და ამიტომ ძირითადად მაინც online shopping-ობ ხოლმე. ძალიან კომფორტული ამერიკაში არის ის, რომ შეგიძლიათ დააბრუნოთ ყველაფერი ძალიან მარტივად, თუ არ მოგერგოთ ან არ მოგეწონათ, ისიც უხუნებად საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად დიდ დროს თანხმდებთან არის ხოლმე დაკავშირებული ნივთების დაბრუნება. რამდენიმე საიტი ჩამოვწერე. ამაზე ბევრად მეტი არის, რა თქმა უნდა, და ბევრად მეტი სხვადასხვა სტილის და თემატიკის შოპინგის საშუალება გაქვთ, თუმცა ეს 10 საიტი არის, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ ხოლმე და ვფიქრობ, რომ ალბათ ჩემი კაბებისთვისაც რომელიმეს გამოვიყენებ ამ 10-დან. და მოკლედ გადავიდეთ თვითონ ვებსაიტების განხილვაზე, ასევე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება თვითონ ვებსაიტი და როგორ შეგიძლიათ რომ მოძებნოთ ლამაზი რაღაცები და დავიწყოთ. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ ესეთი კონტენტი თქვენთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შემოგთავაზებთ ხოლმე მსგავს რჩევებს მოდასთან, მაკიაჟთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან ხშირად დავ ხოლმე ბლოგებს ჩემს ცხოვრებაზე ამერიკაში, ამიტომ არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოგჩეთ ხოლმე ახალი ვიდეოები და ასევე დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ჩემი ვიდეო. პირველი, რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე ყველა მიცით, მაგრამ გადავწყვეტე რომ მაინც მეხსენებინა, არის Shein-ი სხვადასხვანაირი გამოთქმა არსებობს ამ საიტის. ეს არის მისამართი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ბრენდი არსებობს. ვიცი რომ წინა ვიდეოს კომენტარებში Miami's vlog-ზე დამეკომენტარა ერთ-ერთმა ჩემმა საფერმა გამომწერმა, რომ რამდენიმე ბრენდი არის, რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე და ხშირად ყიდულობს ხოლმე და ნამდვილად გამართლებული და ხარისხიანია. ამ ბრენდების სახელებსაც არ დაგწერთ. ჩემს შემთხვევაში ესეთი მეთოდით შოპინგობ ხოლმე Shein-ზე ძირითადად, რა თქმა უნდა, ვეძებ იმ ნივთს, რომელიც მინდა რომ შევიტინო, მაგალითად შევდივარ კაბების სექციაში და შემდეგ ვფილტრავ ხოლმე, უბრალოდ სორტირებას ვუკეთებ ყველაზე კარგი რეიტინგის მქონე ნივთებით, რომ მიჩვენოს, ანუ პირველ რიგში შეჩვენოს ყველაზე კარგი რეიტინგის ნივთები და შემდეგ ნელ-ნელა უკვე გადავიდეს ნაკლებ რეიტინგის ნივთებზე. ესეთ შემთხვევებში უფრო მარტივი არის რევიუებში, რომ ნახოთ უშუალოდ იმ ნივთის რეალური სურათები, ანუ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ამ ნივთებს, შემდეგ ფოტოებს დებენ რევიუებში, რომ დაწერონ მოეწონათ თუ არ მოეწონათ და სანამ შევიძენ აუცილებლად ვამოწმებ ხოლმე კომენტარებს და რევიუებს, რომ ვნახო რეალური ფოტო. როგორც ვიცით, Shein-ი არის ჩინური საიტი, შესაბამისად ძალიან ხშირად არის ხოლმე რეპლიკები ბრენდის ნივთების და ფოტოები, რომელიც არის ხოლმე ატვირთული, არ შეესაბამება რეალურად იმ ხარისხს. იმ მასალას, რითაც არის ეს ნივთები გაკეთებული. ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ ხოლმე კომენტარები, იმ შემთხვევაში თუ რეალური ფოტო შეესაბამება მათ მიერ ატვირთულ ფოტოს, ესე იგი კარგი ხარისხის და კარგთან გვაქვს შეხება. ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცას ვიწერ ხოლმე Shein-დან, რამდენიმე კაბაც გამოვიწერე, რომელიც შეგიძლიათ რომ წინა ვიდეოში, Miami's vlog-ის ვიდეოში ნახოთ. ასევე ძალიან ხშირად ვიწერ ხოლმე საცურაო კოსტიუმებს. მგონია რომ ჩემთვის პირადად საცურაო კოსტიუმში დიდი თანხის გადახდა არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ ხშირად ვყიდულობ ხოლმე Shein-ზე და შედარებით უფრო ბიუჯეტურ საიტებზე. საკმაოდ კარგად ძლებს, ვერ ვიტყოდი რომ საოცარი ხარისხი არის, თუმცა მქონია მაგალითად კალცედონიას საცურაო კოსტიუმი და Shein-ის საცურაო კოსტიუმი და ხარისხში ძალიან დიდი განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ. ვერც იმას ვიტყოდი, რომ Shein-ის საცურაო კოსტიუმები უფრო ცოტა ხანს ძლებს და უფრო მალე ფუჭდება, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად არ იყო.
შემდეგი საიტი აღმოაჩინე, როცა მივდიოდი ჩემს ბაჩელორებზე და გამოვიწერე რამდენიმე კაბა. ძალიან მომეწონა დიზაინი თვითონ ამ კაბების. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საიტზე Fashion-Nova ქვია ამ საიტს, ძალიან ბევრი არაგემოვნებიანი ნივთი ცდებს. ნამდვილად შეგიძლიათ რომ არჩიოთ რაიმე ისეთი, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება და ძალიან ტრენდულია. Fashion-Nova-ც არის მსგავსი სტრატეგიით წარმოდგენილი, ანუ ძირითადად აკეთებენ ხოლმე რეპლიკებს ბრენდების და შესაბამისად შეგიძლიათ რომ ბიუჯეტურად შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომელიც მოგეწონებათ. ძირითადად Fashion-Nova-დან ვიძახ ხოლმე კაბებს, ჩემს შემთხვევაში ალბათ 10-დან 1 არ ამართებს ხოლმე და ისიც იმიტომ რომ უბრალოდ მე არ მერგება და სტილი არ მიხდება, თუმცა ხარისხობრივად ნამდვილად არაფერს დავუწყნებ ამ კაბებს და მგონია რომ გამოსასვლელად ძალიან კარგი ვარიანტები შეგიძლიათ ნახოთ Fashion-Nova-ზე, მაგალითად დაბადების დღისთვის, არ ვიცი, ბაჩელორეტისთვის და ასე შემდეგ. შემდეგი არის Comency, რომელიც არის შეინის მსგავსი ვებსაიტი, ესეც არის ჩინური და ესეც არის ფოკუსირებული ბრენდების რეპლიკებზე. მე პირადად Comency-დან ჯერჯერობით არაფერი გამომიწერია, თუმცა მე ამის შრომ ვიყავი, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა რამდენიმე ნივთი გამოწერილი და ძალიან მომეწონა. სავარაუდოდ აქაც გამართლებაზე არის როგორც შეინზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ რევიუებს აიკითხავთ და კომენტარებს ნახავთ, აუცილებლად შეძლოთ რომ აარჩიოთ ისეთი ნივთები, რომლებიც შეესაბამება იმ ფოტოებს, რაც აქვს განთავსებული ვებსაიტზე. ამასთან ერთად საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტი არის ესეც და ბევრად უფრო კარგი დიზაინები აქვს ხოლმე ვიდრე შეინზე. ბევრად უფრო თანამედროვე და ტრენდული, შესაბამისად აუცილებლად ნახეთ Comency-ც. მე რამდენიმე ნივთი ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ გამოვიწერ ზაფხულისთვის და შესაძლებლად თუ წავედი, აუცილებლად გამომადგება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი რეზორტის კოლექცია აქვს აქაც. შემდეგი არის Pretty Little Thing, რომელსაც ახლა ხელს ჰქონდა რებრენდინგი და სრულიად შეცვალეს მოკლედ ვაიბი თავისი საიტის და ნივთების, რომლებსაც ყიდიან. სხვათა შორის ერთ-ერთ PR ივენტზე ყავდათ მოწვეული გასაყოლში, რომ იყოს Serena's დედა, Kelly Rutherfordi, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დახვეწილი და მოდური celebrity არის ჩემს თვალში და მოკლედ ერთ-ერთი ბრენდის ამბასადორი გახდა ეს ადამიანი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბრენდის ახალი იმიჯი და ახალი ესე ვთქვათ, ვაიბი არის old money fashion, ეგრეთ წოდებული, ანუ შედარებით უფრო დახვეწილი, მარტივი, დიდრული ნივთები. ეს რა თქმა უნდა ძალიან მოგწონს და ზოგადად ბოლო პერიოდში ეს old money ბრენდი ძალიან აქტუალური არის, შესაბამისად არ გამეკვირდა, რომ მსგავსი მიმართულებით გადაწყვეტეს წასვლა. Pretty Little Things-საც ძირითადად კაბებზე მაქვს ხოლმე ორიენტაცია, ანუ კაბებს ვთვალიერებ ხოლმე მაინც. ძალიან ბევრი ლამაზი სხვადასხვანაირი კაბა აქვს და ახლა რებრენდინგთან დაკავშირებით, სავარაუდოდ და Spring Break-თან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები და სხვათა შორის შეიძლება რაღაც ნივთები შეიძე უფრო ბიუჯეტურადაც შეიძინოთ, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს ვებსაიტი და აუცილებლად დაათვალიერეთ. შემდეგი ვებსაიტი არის Runway Label, რომელიც ახლახანს გავიგე პირველად და ესეც ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ თან ერთადაც მაიამიში ვიყავი. რამდენიმე ნივთი ჰქონდა ნაყიდი ამ ბრენდის და ძალიან ლამაზი იყო და ასევე ძალიან კარგი ხარისხის. ძალიან ბევრი ნივთი მომეწონა მათ ვებსაიტზე. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კაბა სავარაუდოდ graduation-ის კაბა ჩემი იქნება ამ ბრენდის, ნახოთ. ძალიან ბევრი ლამაზი ნივთები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მე ახლა რადგან კაბებს ვეძებ ძირითადად კაბებს ვთვალიერებ ხოლმე, თუმცა სხვა ნივთები შეიძლება გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, ტანსაცმელი, ნებისმიერი ზედა ჯინსი, შარვალი და ასე შემდეგ. ამ ვებსაიტებიდან ფეხსაცმლის გამოწერას ვერირებ ხოლმე, იმიტომ რომ ხარისხით, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა. თუ გაინტერესებთ ფეხსაცმელები საიდან გამოიწეროთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ამაზე ცალკე ვიდეოს გადავიღებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფეხსაცმელები და ბევრი სხვა ვებსაიტი ვიცი, სადაც ძალიან ლამაზი და ხარისხიანი და ფასის შესაბამისი ნივთები იყიდება. შემდეგი არის ASOS, რომელიც
წლებია უკვე ბაზარზე არის და საკმაოდ დიდი და დამკვიდრებული, ესე ვთქვათ, ბრენდია. ეს ოსადევს ბევრი სხვადასხვა ბრენდის განსაცმელი და შეგიძლიათ რომ ნახოთ ნებისმიერი ნივთი, ძალიან ესე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი ვებსაიტია და ასევე აქვს ხოლმე საკმაოდ დიდი ფასდაკლებები. ასევე აქვს Outlet-ის ვებსაიტი, სადაც შედარებით უფრო ბიუჯეტურად შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ნივთები და ძალიან ლამაზი კაბები არის ხოლმე, განსაკუთრებით შედარებით უფრო გამოსასწრელი, მაგალითად ქორწილისთვის, ბანკეტისთვის და ასე შემდეგ. შემდეგი ვებსაიტი არის Opoly, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული არის და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესე ვთქვათ, რეპლიკები ამ კაბების. თუმცა თვითონ ეს საიტიც არ არის ისეთი ძვირი, რომ არ ღირდეს თანხის გადახდა, ხარისხით შესაბამისი არის ფასის და ასევე ძალიან ლამაზი დიზაინები აქვს. ეს კაბებიც არის შედარებით უფრო გამოსასწრელი, მაგალითად იდეალური იქნება თქვენი დაბადების დღისთვის. მეც ვფიქრობდი შარშან რომ ერთ-ერთი კაბა გამომეწერა ჩემი დაბადების დღისთვის, თუმცა საბოლოოდ გადავიფიქრე, მაგრამ ძალიან მომწონს მათი დიზაინები და მგონია რომ თქვენც მოგეწონებათ. ასევე Opoly-ზე არის ძალიან ლამაზი სეტები, ანუ ზედაქვედა, რომელიც მგონია რომ აი რეზორტისთვის დასასვენებლად, სამოგზაუროდ და ასე შემდეგ, ზღვის კურორტებზე ძალიან ლამაზი იქნება. შემდეგი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი, რომელსაც ქვია Meshki. Meshki-ს აქვს ძალიან დახვეწილი ნივთები, ძალიან old money ტრენდის, ესე ვთქვათ, შესაბამისი ნივთები არის, ესეც ასე ვიტყოდი. თუმცა ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ არ არის ზედმეტი არაფერი. არც ნაჭერი, არც დიზაინი, ყოველთვის არის იდეალურად დახვეწილი და გემოვნებიანი კაბები და ზოგადად განსაცმელი და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი დიზაინის კაბა შეგიძლიათ რომ ნახოთ. ესეც ისეთ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ მაგალითად მიდიხართ ქორწილში და გინდათ რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად ნახეთ Meshki-ს ვებსაიტი. ასევე Shein-ზე და Comments-ზე ნახშირ ხდება ხოლმე Meshki-ს რეპლიკები. ზოგადად იმდენად ლამაზი დიზაინი აქვს, რომ რა თქმა უნდა ძალიან მოთხოვნები არის ხოლმე, შესაბამისად Shein-ზე და Comments-ზე შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი დიზაინის ნივთები, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რამდენად კარგი ხარისხი მოვა, აქაც გააჩნია ვინ არის მწარმოებელი და აუცილებლად ნახეთ რევიუები ამ შემთხვევაშიც. შემდეგი არის Revolve, რომელსაც ხშირად მიმართავ ხოლმე ბევრი სხვადასხვანაირი დასაწყის გამოსაწერად, არა მარტო კაბების, თუმცა ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი არჩევანი, ესე ვთქვათ, კაბების არის Revolve-ზე. შარშან ვიყავის ქორწილში, სადაც მეც ვარ ესეთი ულამაზესი კაბა, რომელიც ვნახე ასევე Revolve-ზე, არის საოცრად ლამაზი და ბევრი სხვადასხვა დიზაინერის კაბები არის. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, თუ ბრენდები გიყვართ, Farfetch-ის მსგავსი ვებსაიტია, შეიძლება ითქვას, ალბათ შედარებით უფრო ქვედასაფეხურის ბრენდებისთვის, ანუ არა Chanel-ი და YSL-ი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დახვეწილი ლამაზი და გემოვნებიანი ხარისხიანი პროდუქცია აქვს. ასევე ფასის სხვადასხვა კატეგორია არსებობს, შეგიძლიათ გაფილტროთ ფასის მიხედვითაც, ან დიზაინის მიხედვითაც, მაგალითად მოკლე კაბა გინდათ გრძელი თუ გაშლილი მოტკიცილი და ასე შემდეგ. ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გალასთვის შევიძენ სავარაუდოდ Revolve-ზე. რამდენიმე კაბა გვაქვს დასეირებული, რომელიც განსაკუთრებით მომწონს და მგონია, რომ ჩემ ვარდისფერ ჯიმ ჯობს ძალიან მოუხდება და მოკლედ ამის მიხედვით ვეძებ ყველაზე მეტი არჩევანი მაინც ესეთი კაბების არის Revolve-ზე და ვფიქრობ, რომ ბოლო არჩევანს ალბათ Revolve-ზე შევაჭერებ. და ბოლოს დავასრულებ House of CB-ით. House of CB არის ბოლო ალბათ 7-8 წელი დაახლოებით ალბათ 7 წელი არსებობს, ან რაც მე გავიგე ყოველ შემთხვევაში. მახსოვს, რომ ჩემი ქორწილისთვის ოთვალიერებდი რაღაც კაბებს აქ და ქორწილის ივენთებისთვის, უბრალოდ არა უშუალოდ ქორწილის დღისთვის და ძალიან ბევრი ლამაზი კაბები აქვს. უბრალოდ ცოტათი უფრო ძვირია ვიდრე სხვები და შესაბამისად საკმაოდ დიდი ინვესტიცია არის, დაახლოებით $200-300 ფარგლებში არის ხოლმე ეს კაბები. თუმცა ვიდეოები მე თვითონ არც ერთი კაბა არ შემიძლენია ჯერჯერობით House of CB-დან, თუმცა ვიტყოდი, რომ ალბათ ყველა იმენთისთვის შევდივარ და ვათვალიერებ, თუ რაიმე იქნება ისეთი, რაც
თვალს მომჭრის და გადავირევი, აუცილებლად გამოვიწერე ალბათ რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ძალიან მინდა House of Sibis გავა. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე TikTok-ზე ვიდეოები unboxing-ის, სადაც ისინჯავენ ამ კაბებს და საოცარი დგომა აქვს, მართლა კორსეტით არის ძირითადად ეს კაბები, შესაბამისად ტანს ძალიან ლამაზად აყენებს. ასევე ვიცი რომ House of Sibis ფიზიკური მაღაზია არის ლონდონში, თუმცა მე მგონი ამერიკაში არც ერთი ლოკაცია არ აქვს სამწუხაროდ და ძალიან მინდა რომ გავისინჯო და ვნახო როგორია. იმედია რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი საყვარელი ვებსაიტები ონლაინ შოპინგისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ გაინტერესებთ ფეხსაცმელებისაც შეიძინოთ და სხვადასხვა აქსესუარები, ესეც აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში რომ შემდეგი ვიდეო ამაზე ჩავწერო. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, თუ ესეთი ვიდეოები თქვენთვის საინტერესოა. ასევე ყოველკვირას ვდებ ხოლმე ახალ ვიდეოს სხვადასხვა თემატიკის, მათ შორის ვლოგებს, ჩემს ცხოვრებაზე ამერიკაში, რჩევებს მოდასთან და მაკიაჟთან დაკავშირებით და ასევე მოგზაურობის ვლოგებს, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და დაკომენტარება და შეხვედრამდე.